პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში თბილისმა ევროპის პედიატრთა აკადემიის ყოველწლიურ ფორუმს უმასპინძლა. პედიატრთა საერთაშორისო თავყრილობა საქართველოს პედიატრიის აკადემიასთან თანამშრომლობით გაიმართა. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის 300-ზე მეტი ექიმი დაესწრო. საქართველოში პედიატრიული კონგრესი ასეთი დიდი მასშტაბის ნამდვილად არ ჩატარებულა, თანაც ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ საქართველოს ცნობადობისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს კონგრესი ეძღვნებოდა პედიატრიას და მის მომიჯნავე სპეციალობებს და იყო წარმოდგენილი როგორც სუფთა პედიატრიული, ნეონატოლოგიური, ბავშვთა გასტროენტეროლოგიური, ბავშვთა ენდოკრინოლოგიური, ესეთი საკითხები იყო წარმოდგენილი, განხილული იყო ძალიან საინტერესო შემთხვევები, იყო დისკუსიები, იყო პლენარული სხდომები და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველაფერი, რასაც აქ საფუძველი ჩაეყარა და მე იმას ვიქონიებ, რომ ეს ასე არ გაჩერდება და კიდევ განმეორებით იქნებ მოხდეს ისე, რომ ერთობლივი კონგრესი ჩატარდეს თბილისში. კონგრესი ეთმობა პირველად ჯანდაცვას და პირველადი ჯანდაცვა ვაქცინაციის გარეშე წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ექიმის მიზანი არის არა მხოლოდ დაავადებას უმკურნალოს, არამედ მისი პრევენცია მოახდინოს და ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საშუალება და რეალურად ითვლება, რომ პირველადი ჯანდაცვისათვის ეს არის ყველაზე უდიდესი მიღწევა, იმიტომ რომ მკვეთრად შეამცირა სიკვდილიანობა, ასევე შეამცირა ინფექციური დაავადებების გავრცელება. თემა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეხებოდა ყოყმანს ვაქცინაციისადმი, რაც საქართველოში აქტუალურია გამომდინარე იქიდან, რომ COVID პანდემიის შემდეგ ძალიან დაეცა რწმენა ვაქცინებისადმი და ძალიან ბევრი ანტივაქსერული ჯგუფები გააქტიურდნენ და რეალურად მოცვა ვაქცინაციის ბევრად უფრო ნაკლები არის, ვიდრე ეს იყო პრე-კოვიდამდე პერიოდში. გამოვიხმაუროთ დღევანდელ კონგრესს, პირველად ტარდება საქართველოში ევროპის პედიატრთა ასოციაციის წლიური შეხვედრა კონგრესი. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ევროპელი ექსპერტები დღეს საქართველოში იმყოფებიან და რა გამოცდილება გააზიარებს მას? ჩამოსულები არიან წამყვანი ქვეყნებიდან მეცნიერები და ვთქვათ სპეციალისტები და რეალურად პირველადი ჯანდაცვის შესახებ თითქოს მთლიანად მოცული არის პირველადი ჯანდაცვა, როდის არის საჭირო ზედამხედველობა, როგორ უნდა მოახდინოს დაავადებების პრევენცია, როდის ამოვიცოთ რა არის ძირითადი დაავადებები, რა არის ვთქვათ მათ შენიღბული ძირითადი დაავადებები, რაღაც იშვიათი დაავადება და ასე შემდგომ. ამიტომ ეს თემები იყო ძალიან საინტერესო, არა მარტო უცხოელებს, არამედ ქართველი მომხსენებლებისაც ასევე. დღეს იყო მაგალითად აი დიპ დიაგნოსტიკას, როგორ უნდა მიუდგეთ სხვა დაავადების დროს, ვთქვათ თითქოს ბანალური ასთმის მართვა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით პირველად ჯანდაცვის რგოლში და ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ექიმამდე მივიდეს და ასე მგონია, რომ ერთ-ერთი მართლა ძალიან წარმატებული კონფერენცია იყო, იმიტომ რომ მე პირადად რა ვიცი ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგებით. კონფერენცია იდეალურად აერთიანებს პედიატრიასა და ინოვაციურ თემებს. დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რესპირატორული სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია დედებისთვის თუ ბავშვებისთვის. რა ახალი მტკიცებულებები არსებობს ამ მიმართულებით? განვიხილეთ სხვა თემებით, იმუნოლოგია, ჰემატოლოგია, ფაქტობრივად პროგრამა მოიცავს პედიატრიის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას. გუშინდელი დღის მაგალითიც შემიძლია მოვიყვანო. კვლევები ამტკიცებს, რომ იმუნიზაცია აუცილებელია და ის ბევრი დაავადებისგან გვიცავს. ბევრ ინოვაციურ მკურნალობის მეთოდზე ვისაუბრობთ ისეთ თემებზე, რომლებიც პედიატრებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარება. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მასტერკურსის მთავარი მიზანი. ეს კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება. რა განსაკუთრებული ხედვები ან გამოცდილება მიიღეთ ქართველი კოლეგებისაგან? მე სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე არ ყოფილ ვარ, ამიტომ ქართველ ექიმთა საზოგადოებასთან ახლო თანამშრომლობა არ მქონია. თუმცა სამეცნიერო კომიტეტისგან ვიცი, რომ მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. მათთან თანამშრომლობა ნამდვილად ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო. ადგილმდებარეობაც შესანიშნავია. თბილისში აქამდე არასდროს ყოფილ ვარ და ეს ქალაქი ძალიან მომწონს. მართლაც ფანტასტიკური ადგილია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. მთავარი თემა პირველადი ჯანდაცვა იყო. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვაზე ფოკუსირება პირველადი ჯანდაცვის დონეზე? როდესაც პრევენციაზე ვაკეთებთ აქცენტს, ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებს. მწვავე პედიატრიული მედიცინა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბავშვი ავად არის, ჩვენ შეგვიძლია მისი მკურნალობა, მაგრამ პრევენცია არის ინვესტიცია მომავალში. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ფიქრობ საქართველოშიც, ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ დაახლოებით 2% ეხარჯება პრევენციაზე. თუმცა, თუ ამ მიმართულებით ინვესტიცია განხორციელდება, მომავალში დაავადებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს რა თქმა უნდა ეკონომიკურადაც ეფექტიანია, მაგრამ უფრო მეტად მომავალზე გათვლილი ინვესტიციაა. ბავშვები ქვეყნის მომავალია და მათ ჯანმრთელობაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ჩემთვისაც დიდი სიამოვნება იყო.